ოცნავდა. ისწორებდა გზაგზა ხომის ხატას. ხუჯა იმებს გულში მკრავდა და საოცრად ამ გაზაფხულს გარდა. უჩვეულოდ ლამაზია ფერთა გამა. როგორია გაზაფხული ბავშვებო? ფანტერიით ვიქინა. რა ხარუდა ფანტერიით თეთრად ბავშვებო? ხეხი, რა თქმა უნდა. რასაბობსო მიწა ჩუმად, აბა? რასაბობსო? იღვიძებსო ლურჯთვალაია, ხო? იღვიძებსო ლურჯთვალაია. რას ყვებიან საამოდ ჩიტები, რას ყვებიან? რას ჩურჩულებენ ჩიტუნები? სამოვი ყველაფერი, ლამაზიაო არა? ჩვენი გაზაფხული შემოგზანდა ჩვენს პანჯრებში. ნახეთ როგორი ლამაზია. იმ ფერთა გამით, რომელიც ჩვენ დავინახეთ და ეს მზის ხილები ჩვენ დავიჭირეთ. აბა როგორია გაზაფხული ნიკო, რას მეთქვი? როგორია გაზაფხული ნიკო? თბილი, კი ბატონო, კიდევ როგორია გაზაფხული? ნუცი, როგორია გაზაფხული? მიწათფება, რა მოდის გამწვავ? რა ყვავილებია, იადაეძელა, რა ყვავილები? გაზაფხულის მახარობელი ყვავილებია. კი ბატონო, გაზაფხულის მახარობელი ყვავილებია. გარშემო რა არის მინდორში უამრავი? უამრავი რა არის მინდორში, რო გადავიხედეთ, ნახეთ? ხებს რა დაემართა, ნახეთ, დავიჭირეთ. ყვავილები ამოვიდა, მიწიდან ხებს რა დაემართა, ნახეთ? შეიმოსა რა? წვანით შეიმოსა და გვებრაკება დედოფლები ხარა? როგორი ლამაზია ტყე? ძალიან ლამაზია, ხო? შვიდია. რა ისმის, ისი ხმებესმის გაზაფხულზე ტყეში? ჩიტუნების რა, ამას რა ქვია, რა შვიდია ჩიტუნები? ჩიტიკები. რომელია გაზაფხულის მახარობელი ჩიტები? მეცხრე. აბა მოდით გოგონებო, ჩვენ ტყეში გავისეირნოთ. დიახ. აბა დავძალით ლამაზა. აია, ბავშვებო. რომლითაც დაიწყო ჩვენმა დიდმა მგოსანმა. ვინ არის ეს ბავშვებო? აიათი დაიწყო, იაკობ გოგებაშვილმა დედაენა. იმიტომ რომ იას არის ჩურმელოვანი და საყვარელია ეს წიგნიც. აბა მოდი ვიმღეროთ. დედაენას დამჯდარი ვერ ვუღერებთ. წამოვიდგეთ ფეხზე. როგორ ვიწერთ, გოგონები ლამაზად? Thank you.
რომ ჩვენ ქართველებს სამი დამწერლობა გვაქვს. ეს უბრალო ამბავი არ არის. აბა გამახსენეთ, რომელი დამწერლობა ჰქონდა ძალიან ძველი დროიდან, ბავშვებო, მეფე ფარნავაზის დროიდან, რომელი იყო ეს დამწერლობა? ასო? ნუსხა, სული და ხედრული. დღეს ჩვენ რომელი ამბავი ვხერხემლობთ? ხედრული. რა სწავლობთ ჩვენ ამ ამბავზე, ბავშვებო? სწავლობთ არა? ამ ამბავზე სწავლობთ, წერა კითხვას. კიდევ ძალიან ბევრ რამეს. აბა ეს ძველი ქართული, მე რაც თქვენ გითხარით, სად ხდება დღეს მდგომარეობით? აზრებში. სად? ფრესკების გამოსახულებებთან არა? კიდევ რომელი ჯვრის სწავლება ძველ ქართულზე მეთქი, რა გითხარით? საღვთო ჯვრის სწავლება ძველ ქართულზე. კი ბატონო, მოდი აბა რა ვისწავლეთ, გავიხსენოთ. მოდი გავიხსენოთ ჩვენი ანდაზები. აბა რა არის ანდაზა, ვინ მეტყვის? ანდაზა არის ქართული სიბრძნის მოკლე გამოდაკვანი. აბა გამახსენეთ რომელი ანდაზები ვიცით? ნუ და სიგი. სხვასაო, გადახდება თავსაო. ხელი. ჯვარია პროფია. ერთად ნახეთ. მეგობრობაზეა ეს ანდაზა. აბა გავაგრძელოთ კიდე. სულელი მეგობარი ერზე უარესია. ხელი. კარგი, არ ვიჩქაროთ, ნახეთ. გარეულმა ხო? თიცაც ისილოკავსო, კი ბატონო. ქათამი რომ წყალს დალებს, ადრე ამდგარი ჩიტი. როცა ძალიან დიდი მადლობა. მოდი ისევ ჩვენ სამოყვარ დედაენას დაუბრუნდეთ და გამახსენეთ, რომელ დღეს აღნიშნავთ ბავშვებო ჩვენ დედაენის დღეს? 14 აპრილს. კიდე რა დღესასწაულებს აღნიშნავთ ჩვენ ამ რამაც გაზაფხულში, რომელს? ქრისტეს აღდგომას, არა? ყველა რამაზი დღესასწაული თითქმის გაზაფხულზეა, ხო ბავშვებო? მოდი აბა გავიხსენოთ დედაენაზე ლექსები. ვინცა გისმენ? დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია, დედასავით კბილია, დედასავით ფილია. შემდეგი. კარგით, მე გაგახსენებთ. ტატო გალაქტიონი, მისი გამოზრდილია. დედაენის წყალობით ცოდნის გზა გახსნილია. ნიკო, დედაენა შობელ დედასავით კბილია. კი ბატონო, ასო. დედაენა სიბრძნის წიგნი, მოჩუქჩუხე ცხრა წყარო. აი ია, აი ხიდი, აი ხელი სამყარო. კი ბატონო, ნიცა. მიხარს როგორც ნიცა. მიხარ ნიცა. მიხარს როგორც იანა.
Avgo tsicotsqris xe Elas გვათბობდეს მზე სამყაროს სიკეთით ავავსოთ დღეს ყოველი წუთი ძლებს დედამ მიწადა მომავლის გვიცდის ხეს იხაროს ყოველმა Baby, დაილოცოს დედაენის შემოქმედი. აბა ამიტა. იგიდე წიგნო, იგიდე ქართული სიტყვის რაზად. ღმერთი თუ არა ღმერთ კაცი, იქნებ კვლავ ბევრი გაგზავნოთ. ელენე, საქართველოს. კი ბატონო. აბა სესო მითხარი აბა აცადეთ მოსულ ღმერთია ბედის წერა სხვარვა იმოდენა აბა ფერზე წამოუდგეთ ზუსტად თქვენ აქ გიცი სურნელი, იმიტომ რომ თქვენ აქიდან სასკოლო მგზავრობა გაქვთ. მიდიხართ სკოლაში, სადაც იფერებთ უკვე ამ სურნელს და ემზადებით სკოლაში წასასვლელად. მოდი აბა კიდევ ერთი აქტივობა გავაკეთოთ და გავიხსენოთ ამ ჩვენი ქართული ამბავიდან, რომლის სახელი რომელ ასობგერაზე იწყება. აბა მოდი ნიკო, შენ რა ქვია გამახსენე? აბა მომინახე შენი სახელი რომელ ასობგერაზე იწყება. რა ასობგერა? ნუ ასობგერა, დამძარი. აბა ლიცა, მოდი მომინახე შენი სახელი. სახელის პირველი ასო უკაცრავი. ნუ, აბა გამახსენე სახელი? მიცა, კი ბატონო. აბა მოდი სოფია, შენი სახელის პირველი ასო მოვიძებნე. ხოჩა. აბა სუასოზე კიდე რას მეთქვი, რა სიტყვას მეთქვი? სოკო, კი ბატონო. სახელს რას მეთქვი, ჩვენს მეგობარს რა ქვია? სესი? სესილი, ისიც რასოზე იწყება? საბა. საბა, კი ბატონო. აბა დაკა, მოდი შენი სახელის პირველი ასო მომინახე. და რა ასობგერა ეს? დუ, შენი სახელიც რა ასობგერაზე იწყება? დუ? დუ ასობგერაზე, დია, დამძანი, ყოჩა. აი ბავშვებო, აი ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი სურნელი არის.
იმისუნელი, რომლითაც თქვენ უნდა გაიკვლევოთ გზა ცოდნის სამყაროში. აი ეს იყო ჩვენი მოკრძალებული დღე. აბა დაგძანდით ბავშვებო, დაგძანდით. ვინ დაგვიწერაო დედაენა გამახსენებია? იაკობ გოგებაშვილმა. რამდენი ასოფლიერო გვაქვსო ქართულში? აქედან ხმოვანი რამდენიაო? აბა ჩამომითვალეთ? აქედან 28 დანარჩენი რა არის ბავშვებო? ხმოვანია ის დანარჩენი 28. აი ეს მაინდო და ძალიან.